მოგესალმებით, არხის გამომწერებო, გვაქვს ესეთი სიახლე, რომ ნინამ იმშობია რა, შეეძინა 10 ლეკვი, 5 ხვადი არის, 5 ძუ და მინდა რაღაც ცოტა ინფორმაცია მოგაწოდოთ მათ, ვისაც გაქვთ ისეთი იგივე სიტუაცია ელოდებით ლეკვებს, რას მიაქციოთ ყურადღება, რაზე გაამახვილოთ ყურადღება. პირველი მშობიარობის დაწყების დღე სავარაუდოდ უნდა ქონდეს გამოთვლილი, ანუ ძაღლის ბოლო დართვიდან არის შემთხვევა, როდესაც ძაღლი მე-60-ზე, 60, 61, 62, 63, 60-დან 65 დღემდე აჩენს ლეკვებს. დამოკიდებულია ლეკვების რაოდენობაზე, რამდენი ლეკვი ეყოლება, შეიძლება ცოტა დიდხანსაც გაგრძელდეს მაკეობა, შეიძლება ცოტა ნაკლებადაც, მაგრამ დაახლოებით საშუალოდ, ანუ კურცხალის ჯიშის ძაღლზე მაქვს ლაპარაკი, 60-დან 65 დღემდე ძაღლი მშობიარობს. მშობიარობის ბოლო დღეებში, რაც ნინაზე შევამჩნიე და მინდა ეს თქვენს გაგიზიაროთ, ბოლო დღეები საჭმელს ნაკლებად იღებდა, ანუ იმ დოზას არ იღებდა, რამდენსაც ყოველდღიურად და ბოლო დღე საერთოდ ჭამა აიგზალა. უკვე უშუალოდ როდესაც მშობიარობა იწყებოდა, დაიწყო ფორიაქობა, ვერ პოულობდა ადგილს, უკვე როდესაც უცლის ტკივილები ეწყებოდა, ეს იყო საღამოს დაახლოებით 9-10 საათი, მაგრამ მშობიარობა დაიწყო ღამის 12 საათზე. პირველი რაც ხდება მშობიარობის წინ, ხდება წყლების დაღვრა, შეიძლება იყოს ეს ბლანტი თეთრი ფერის სითხე თუ არა და არის ყვითელი შეფერილობის. მე არ გაძლევთ ახლა ვეტერინარულ კონსტატაციას, უფრო დეტალურად შეგიძლიათ ვეტერინართან და აუცილებლად ვეტერინართან უნდა გაიაროთ ეს ყველაფერი. უბრალოდ მე ისთვისაც ვიყავ მზად, ჩემს გამოცდილებას გიზიარებ, რომ თქვენთვისაც ეს იყოს ხელმისაწვდომი. ვერ პოულობს ადგილს, ფორიაქობს, ეძებს, იწყებს მიწის ქექვას, შეიძლება იგივე ბუდე როგორიც მე მაქვს გაკეთებული, იგივე ბუდის ქექვა დაიწყოს. და უკვე ბოლო წუთებში დაწვება და იწყება პროცესი რა. ნინამშობიარობის პროცესი გაგრძელდა 10 საათი, ანუ პირველი ლეკვის დაბადებიდან ბოლო ლეკვის დაბადებამდე სრულად გავიდა 10 საათი. თავიდანვე ლეკვი, რომელიც დაიბადა პირველი იყო აქტიური და ყველა ლეკვი აქტიური იყო. აქტიურობა ნიშნავს იმას, რომ როგორც კი დედა თავის საქმეს მოილებს, ანუ 99%, 100% ყველა პროცესს დედა აკეთებს რა, თავის როგორც კი ლეკვი დაიბადება, აპკის გასუფთავებიდან ჭიპლარის მუჭრის დამთავრებული ყველაფერს დედა აკეთებს. ანუ თქვენი ჩარეულობა ამაში ნაკლები არის, უბრალოდ თუ მიაქცევთ ყურადღებას და მის გვერდით იქნებით, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მაგალითად ნინას შემთხვევაში რო ვეფერებოდი, ვაწყნარებდი, უფრო დამშვიდებული იყო რა. მაგის გარდა პირველი და 2-3 ლეკვი როცა არის, მაშინ უფრო იოლია ძაღლისთვის ლეკვის მოვლა, მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ 7, 8 და 9 ლეკვი რო ყავს და 1000 მშობიარობს, ანუ 1000 მოვლა, 1000-საც უნდა მოუაროს და პირველსაც, ანუ ყველას ყურადღება ჭირდება. ამ პერიოდში შეგიძლიათ გვერდზე იყოთ ის დაბადებული, გამშრალებული, უკვე რამოდენიმე საათის დაბადებული ლეკვები, შეგიძლიათ გვერდზე გაწიოთ, ცალკე გაიყვანოთ და დანარჩენი მშობიარობის პროცესის საშუალება მივცეთ ნინას რა. ასევე გასათვალისწინებელია ეს კონსტატაციაც მეც გავიარე ვეტერინარებთან, კონკრეტულად ზაქროსთან, ბაჟიაშვილთან, დიდი მადლობა ისევ ზაქროს, კარგი ადამიანი, ჩემი მეგობარი, ძალიან დიდ პატივს. მითხრა რომ დამჭირდებოდა ოქსიტოცინი, ესეთი ამპულა არის, რომელიც კეთდება ძაღლზე. იმ ოქსიტოცინი ესეთი ჩვეულებრივი ადამიანების საფრთხეში იყიდება. თუ ნახავთ რომ ძაღლმა ბოლო ლეკვი დაბადა და შემდეგი ლეკვის დაბადებას შორის არის გასული საათნახევარი, უკეთდება ეს არის 1 მილიგრამიანი ამპულა, მაგრამ უკეთდება ამის ნახევარი 5 მილიგრამი. და ეს აჩქარებს პროცესებს, ანუ რამდენადაც მე ვიცი, კიდევ გეუბნებთ, არ ვარ ვეტერინარი და ბიოლოგიურად არ ვიცი რა პროცესების არის, მაგრამ შეშტაკმუშია და უკვე შემდეგი ორსულობა უფრო ჩქარდება. ასევე თუ მიხვდებით რომ შეგიძლიათ ხელით შეამოწმოთ, მითხრა რომ ზაქრო მიხვდებიო რომ ლეკვები ყავს თუ არა, ბოლო ლეკვის დაბადების შემდეგ ისევ კეთდება ეს ოქსიტოცინი, ოღონდ უნდა იყოს აუცილებლად 40 წუთი გასული ლეკვის დაბადების შემდეგ. ანუ კონკრეტულად რო გითხრათ, ანუ
ბოლო ლეკვის დაბადებიდან საათნახევრის შემდეგ თუ შემდეგი ლეკვი არ დაბადა, უკეთებთ ამ ამპულას და აუცილებლად 40 წუთი უნდა იყოს გასული, ან მაკლები დრო არ შეიძლება რა. კიდე რაც აქვს მნიშვნელობა, რომ აუცილებლად იქონიეთ როეული ან ფურცელი, სადაც ლეკვის დაბადების პირველი ლეკვის დაბადების დრო აღნიშნოთ. მე მქონდა ჩვეულებრივი სასწორი, სადაც პოლიეთილენის პარკში ვსვავდი ლეკვს და ვწონიდი ყველა ლეკვის დაბადების დრო მაქვს აღნიშნული, ყველა ლეკვის წონა, ანუ რა წონა იყო დაახლოებით 350 გრამიდან ყველაზე დიდი ლეკვი იყო 490 გრამი. ანუ ამასაც მნიშვნელობა აქვს ის იმისთვის, რომ თუ ნახავთ რომელიმე ლეკვი ძალიან სუსტია, შეიძლება იყოს ეგეთ სიტუაციას, ვეცდებით რომ მეტი მივწიოთ დედის ძუძუსთან, დედის ლეკვთან, რომ მეტი იკვებოს, რომ ძალიან მალე მოძლიერდეს. რა ჩემ შემთხვევაში ყველა ლეკვი იყო იდეალურად ერთმანეთთან წონასთან მიახლოვებული, ყველა იყო ჯანსაღი, სწრაფად მოახდინეს ადაპტირება და მალევე დაიწყეს ძუძუსთან მისვლა და კვება. კიდე რა ვიცი რა მინდა მიაქციოთ ყურადღება ამ პერიოდში, როცა ლეკვი მაკედა ისა უკვე იმშობიარა, შეგვიძლია დავამატოთ უფრო მაღალი ხარისხის ლეკვის საჭმელი, ესეც რჩევად გავიარე ჯაბამ მეთეშაშვილთან, ჯაბამ მირჩია რომ რა კვებაზე შეიძლება ყოფილიყო თვითონ ლეკვი, ძაღლი უკაცრავად და დაემატება დამატებით უფრო მაღალი ხარისხის ლეკვის საჭმელი, ოღონდ ძაღლი ჭამს ამას, რომ მეტი რძე ქონდეს. დანარჩენი ყველა პროცესი კიდევ ვიმეორებ დაბადებიდან მოწესრიგებით 100%-ს ძუ აკეთებს, დედა აკეთებს, ასე რომ უბრალოდ ერთი ის არის რომ თქვენ იყოთ მის გვერდში, დაუდგეთ გვერდით, გაამხნევოთ და დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება რა. ხვალ ალბათ უკვე მოუწევთ კუდების კუპირება, ხვალ წავიყვან კუდებს კუპირებას გავუკეთებთ და დანარჩენ პროცესს დაველოდებით რა. დიდი მადლობა ყურადღების. მე მგონი არაფერი გამომჩა, არაფერი გამომეპარა, თუ რამე კითხვები გაქვთ, შეგიძლიათ მომწეროთ, ისევ დავამატებ ერთს რომ ბუდე გავაკეთე ესეთი სპეციალურად, იმიტომ რომ დაახლოებით 3 კვირიდან 1 თვემდე ამ ბარიერს ლეკვები ვერ გადალახავენ, მე უკვე რომ გააქტიურდებიან, დაჭირდებათ მეტი სივრცე, მეტი დიდი ადგილი. აქ მაგ გაკეთებული ეს დატოვებული ფიცარი, აი ნიმუშისთვის გაჩვენებთ, რომ თუ ლეკვი რომელიმე მოხვდა კედილთან, აი ესე და რაღაც ლეკვები ბევრი არიან, დედა შეიძლება ჩაიძინოს, დაღლილი იყოს, რო არ მოხდეს დედის მიერ ლეკვის დაზიანება, აი ამ სივრცეში ლეკვი ბევრად უსაფრთხოდ არის, კარგად ძნობს თავს, ასე რომ ესეთი რაღაც, ესეც ჩემმა მეგობარმა ლევანმა მირჩია, ძალიან კარგი რაღაცაა რა. დანარჩენი ძიდი უმეტესად ჭამენ, ძინავ დანარჩენ თელ დასუფთავებას, თელ ძაღლების ლეკვების მოწესრიგებას ძაღლი აკეთებს, დედა აკეთებს რა. დროებით თქო გამოიწეროთ ისო ჩემი არხი, თუ რამე კითხვები იქნებათ, შეგიძლიათ მომართოთ პირადში.